გამარჯობა, დღეს განვიხილავთ ახალ ბედის მატრიცას. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა რომელმაც შემიკვეთა არის ნაშვილები და თავიდან ცხადია ეს არ იცოდა, ასე რომ ორი ბედის მატრიცის განხილვა დაგვჭირდება ჩვენ, სანამ გაიგებდა და რაც გაიგო მას შემდეგ. რომ ის ნაშვილებია და თავისი დაბადების რეალური თარიღები. ახლა კი რა არის თავად ბედის მატრიცა? ჩემი თვალსაჩინით და ჩემი დაკვირვებით და აღმოჩენით, ეს არის ნიკოლა ტესლას საიდუმლო დაშიფრული. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ აქ არის დაშიფრული. ტესლას ეს საიდუმლო 369 არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეზოთერულ ცნებებში დაშიფრული ეს საიდუმლო, მაგრამ ერთ-ერთი არის ბედის მატრიცა. იმიტომ რომ მე არ ჩავღრმავდები ხა თემა ამაზე არ არის, იმიტომ რომ სამი ეს არის პირველი ენერგია დაბადების თვე რიცხვი წელი, რითინაც იგება აბსოლუტურად მთლიანად აი ასეთი გამოსახულება აქვს ბედის მატრიცას, სადაც აბსოლუტურად ადამიანი ხედავს თავისი ცხოვრების ყველა ენერგიას, დაბადების ენერგიას, მისი მშობლების ენერგიას, მშობლები როგორ აღიქვავდნენ მას ამ ენერგიას, ის როგორ აღიქვავს თავის შვილებს და ვინ იქნებიან მისთვის ეს ბავშვები, ამ ენერგიას, მის რესურსს, მის ავიზიტო ბარათს, სინამდვილეში ვინ არის შიგნით, რომელსაც არ ამჟღავნებს, რომელიც დაფარულია, რომელიც ინტიმურია, როგორი არის სექსუალურად ეს ადამიანი, როგორი ტალანტები აქვს, ნიჭები აქვს, რა პროფესიები შეეფერება, რა ენერგიებში უნდა იყოს, რომ გამოიმუშავოს კარგად ფული და რა შესაძლებლობები აქვს ფულის გამომუშავების, როგორ უნდა აკეთოს თავისი საქმე და ენერგიები გაანაწილოს, რომ კარგად ადვილად გაიხსნას ფულის პორტალი, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული ცენტრი და კარგად შემოვიდეს ჰარმონიულად ფინანსები, როგორ პარტნიორი ეყოლება მას ცხოვრებაში, როგორ უნდა დაალაგოს ჰარმონიული ურთიერთობები, როგორც პარტნიორთან, ისე მშობლებთან, კაცებთან, ქალებთან, ნებისმიერ ადამიანთან ხო, სოციუმში, როგორ ალაგებს ამას, ჩანს საგვარეულო კარმები, ეგრეგორები, ვინ არის ის უფლისთვის, ღმერთისთვის, რა პორტალი აქვს ჩამოსული ენერგიის, რა ნაწილი, რა ვიბრაციული ნაწილი, ან როგორი ვიბრაციული ნაწილი, წლების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამე ჩანს აქ. სხვათა შორის, ძალიან მალე დავიწყებ მეორე ნაკადის მიღება შემსწავლელ კურსზე ბედის მატრიცის და შეგიძლიათ შემომიერთდეთ, ლექციები ჩატარდება ასტროლოგიაზე, ონლაინ შეინახება ლექციები, გრძელდება 4 თვე და საფასური არის ძალიან ასეთი მისაღები ფასი 130 ლარამდეა, მე მგონი თუ არ ვცდები. ძალიან მინიმალური ფასია. თვიური გადასახადები. მაშასე დაუბრუნდეთ ახლა ამ ადამიანს და ეს ახლა რასაც ხედავთ, ეს ბედის მატრიცა არის მისი რეალური ბედის მატრიცა, ანუ მისი ნამდვილი დაბადების თარიღით, ხოლო აი ეს ბედის მატრიცა არის, როდესაც ის შვილად აიყვანეს და რა ენერგიები მისცეს მას, ანუ რა ჩაუწერეს დაბადების მოწყობაში. ეს რომ გაუგებარი არ იყოს თქვენთვის, მე მირჩევნია უფრო გასაგებად, აი ასე გაჩვენოთ ენერგიები. ნახეთ, ეხლა რა მოხდა მის ბავშვობაში, რა ჩანს მის ბედის მატრიცაში, რომ ამ ბავშვის, ანუ ეხლა ვლაპარაკობთ რეალურ ოჯახზე, უпростоრად ორივე რეალური ოჯახია, ბიოლოგიურ ოჯახში, როდესაც თავდაპირველად დაიბადა რეალურ თვესა და რიცხვში, წელიწადი ერთი და იგივე აქვს ამ ადამიანს მითითებული, რა ენერგია მოვიდა, რა ენერგია შეიტანა ოჯახში და რა ენერგია მისცა მას მშობლებმა. დავიწყოთ იმით, რომ ეს ამ ადამიანის მოსვლა აღიქვეს მშობლებმა, აი ძალიან ბოდიშის მოხდით, მაგრამ უნდა ვთქვა, ხო, რაც რეალობაა, რომ აი მეტის მეტია გადამეტებული ყურადღება
გადამეტებული თითქოს ეს პატარა არსება იყო რაღაცა ეგოცენტრული სავსებით არსება და გადაწყვავდა და გადაფარავდა მათ. ხვდებით ხო რაღაცა რეალურად იყო რაღაცა მძიმე მიზეზი, რის გამოდაც მოუწიათ ხო ამ ბავშვის გაშვილება. ანუ მშობლებისთვის ეს იყო რაღაცა იმაზე მეტი რაც ვერ დაიტიეს ხო რაღაცა ბევრად კაშკაშა, ბევრად ნათელი და ძალიან კარგად ჩანს აი განდეგილი მიტოვება, დისტანცია, დაფარვა, დამალვა მშობლების მხრიდან განცალკევება. აი ეს სიუჟეტი ძალიან კარგად ჩანს. და ის ბედნიერება რაც მოყვება ხო, ბედის იღბალი, ბორბალი უფრო სწორად, ბავშვის დაბადება, ეს სიხარული, სიყვარული რაღაცა დიდი ღვთიური საჩუქარი ხო? ეს პირიქით აღქმული იქნა უკუღმა, როგორც ბედის ბორბლის უკუღმა დატრიალება. ახლა ნახოთ ვინც იშვილა იმ ოჯახში, როგორ მივიდა ეს ენერგია, როგორ აღიქვეს და ეს ბავშვიც როგორ აღიქვავდა მის მშობლებს. აი ეს არის უკვე შვილად აყვანის ენერგია. ეხლა რა ხდება? მე ცოტა მინდა განსაზღვრება გავაკეთო. ადამიანი, როდესაც იბადება, მას თავის ასე ვთქვათ, იქ მასწავლებლებთან ერთად იღებს სხვადასხვა დავალებებს. ეს დავალებები ესე ჰაერიდან არ მოდის. ეს დავალება მოდის, ნახე, ადამიანი გარდაიცვალა რომელიღაც ცხოვრებაში, არის როგორი რწმენაც აკაქვთ, ისე თქვით, სასუფეველში, ზეცაში და ასე შემდეგ. ხდება თავის მასწავლებლები იქ და განიხილავენ იმ ცხოვრებას. მაგრამ აი განხილვის დროს ადამიანს ერთი ცხოვრების სიუჟეტს არ განიხილავენ, ზოგადად აი ეს ვიბრაცია, ასე ვთქვათ, სულის. ნახე, ხო მრავალი რეინკარნაცია აქვს. აი ამ ყველა გაკვეთილიდან რა ისწავლა, რა გამოიტანა, რა შეძლო, რა ვერ შეძლო, ანუ ამ მრავალი ცხოვრებებიდან. ეს არის ჩემი დიდი დაკვირვება სამუშაოებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბედის მატრიცა სხვა კურსებზეც ისწავლება და ეუბნებიან, რომ აჩვენებს წინა ცხოვრებას. მე ძალიან დიდი დაკვირვებით, არა მარტო ბედის მატრიცაზე, რეგრესიის გავლის შემდეგ, ხო, რეგრესული თერაპიით მუშაობის შედეგაც რო შევაჯამე ეს, ვიტყვი რომ წინა ცხოვრების რეინკარნაცია ესე პირდაპირ თარგივით მოჭრა გადმოიტანო, ესი არ მოდის დასამუშავებლად, ხო? აი ნახე, სულმა თქვა, რომ ჩემი განვლილი ცხოვრებებიდან, აი მე რაღაცა აი ამ მინუს ვიღებ, რომ დავამუშავო, ვისწავლო და ვიბადები, იმიტომ რომ ეს ენერგია გავიარო, ავმაღლდე ვიბრაციულად და ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაცა დავალება მოაქვს, რაც ვერ გააკეთა წინა ცხოვრებებში. ესე მარტივად რო ვთქვათ. ეხლა რა ხდება, როდესაც ადამიანი დაიბადა სხვა ოჯახში და ენერგეტიკულად გადავიდა სხვა ოჯახში. ადამიანის სული არის აი ნახე ინდივიდი, ხო? და ეს ინდივიდი ეძებს ამ თავისი კარმული კვანძების დასამუშავებლად ისეთ საგვარეულო ეგრეგორს, რომელიც თანხვედრაშია ამ პრობლემებთან. და ნახე, მისმა სულმა აირჩია ზუსტად ისეთი მშობლები, რომლებსაც მოვიდოდათ ესეთი, ანუ ქონდათ, მან იცოდა ამ სულმა აუცილებლად ისეთი წინაპირობა, რომ დიდი ალბათობით ვერ გაიზრდებოდა ამ ოჯახში და გაიზრდებოდა სხვა ოჯახში. აი ეს რატო მოხდა? აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და ნახავთ აი კარმის კუდში, რომელსაც მე კარმის შოლს ვეძახი, იმიტომ რომ სულაბაფრო კუდი შეიძლება იყოს ფუმფულა, ლამაზი და ღუნღულა და მომხიბლავი, აი შოლტი ყოველთვის მწარია და ეს ჩანს ზუსტად ამ კარმის შოლში და რა არის კარმის შოლტი? ის მძიმე ენერგიები, რაც ვერ გადალახა სულმა წინა ცხოვრებებში და ჩვენ ამას ვნახავთ დღეს დღევანდელ ვიდეოში ამ ნაწილში. ამ ბედის მატრიცის განხილვა სხვა ნაწილებშიც გააგრძელდება, იმიტომ რომ
შეუძლებელია ერთ ვიდეოში ილაპარაკო ამდენი ხანი, ჩატიო ამდენი ინფორმაცია, ამიტომ რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. ახლა რა მოხდა, როგორ მიიღეს ამ ოჯახმა ეს ბავშვი? ნახე, იმპერატორი ჩანს, ხო? პირველი არკანი მიიღეს როგორც იმპერატორი. ნახე, მიიღეს როგორც სული ადამიანი ბავშვი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, რომელისკენაც წავიდა მთელი ყურადღება, მთელი ასე ვთქვათ, ემოცია, ენერგია, რესურსი, აი ეს ყველაფერი, ისე მიიღეს ეს, რომ აი იყო მნიშვნელოვანი და მთავარი წერტილი, ასე ვთქვათ, ოჯახში ამ ბავშვის შემოსვლა და აი ნახე, კარგად ჩანს, რომ რაღაცა კანონი დაირღვა. ხო, კანონი დაირღვა, იმიტომ რომ ბავშვი უნდა გაზრდილიყო სხვაგან, გაიზარდა აქ, მოვიდა სხვა აქ. მე არ მიკითხავს ამ ადამიანისთვის სიუჟეტი, რატო, როგორ, რანაირად მოხდა, თუ სურვილი აქვს ცხადია გამიზიარებს, მე არ ჩავკითხი ვარ ამ დეტალებს, მაგრამ კანონი დაირღვა და რაღაცა ამ ბავშვთან დაკავშირებით ცხადია ის, რომ კანონი დაირღვა არ იქნებოდა ძალიან ადვილი, ძალიან მარტივი და ჩანს რაღაცა ძალისხმევა, რაღაცა უბრალოდ აი ესე უნდა იყოს, აი ესე უნდა დაალაგდეს ესე ენერგიები. ან ნახეთ, დიდი ძალისხმევა, დიდი წვალება და შეიძლება, არ ვიცი, ალბათ შეიძლება მრავალი წელი უშუალოდ იყო ეს ოჯახი ელოდებოდა, აი განაწვალები, განაწამებმა რაღაც კანონის დარღვევით, რომ შემოიტანა ეს ენერგია, ეს ჩანს. აი ეს მინდა ვთქვა ამ ენერგიებზე, ხა კი გადავიდეთ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან ამბავზე, რატო მოხდა ეს? ანუ ამ სულმა, ამ ადამიანის სულმა რა ნეგატივი წამოიღო დედამიწაზე ამჯერად ამ რეინკარნაციაში, ამ ცხოვრებაში დასამუშავებლად. ავიღებ ახლა ამ ენერგიებს და ნახოთ რა ხდება, ძალიან საინტერესოა. ჩემთვის პირველია მსგავსი სამუშაო, რომ ესეთი ორი მატრიცა ერთად უნდა შევაჯამო და ისე განვიხილო, არ მქონია მსგავსი შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, მსგავსი кейსი არ მქონია ნაშვილების შვილის, ასე ვთქვათ, ბედის მატრიცის განხილვის. აი ესე დავალაგოთ ეს ენერგიები. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მაღალ დონეზე პროფესიონალურ დონეზე შეისწავლება ბედის მატრიცის კურსი მექნება ასტროლოგი ჯეზე. სწავლა შეგიძლიათ ნებისმიერი ქვეყნიდან, იმიტომ რომ იქნება ონლაინ, თუ დასწრებას ვერ შეძლებთ, იქნება ჩანაწერებით, გვაქვს ჩატი, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი დროით, სადაც სულ კონტაქტზე ვარ ჩემს, ასე ვთქვათ, მოსწავლეებთან ერთად, ხოლო ჩანაწერები იქნება დადებული, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამის ნახვა. ვისაც სურვილი გაქვთ მომწერეთ, დამიკავშირეთ, ან პირდაპირ ასტროლოგიის საიტზე მისწერეთ. ეხლა ვნახოთ, გადავიდეთ, ისევ აი გაჩვენებთ. აი აქ არის ეს კარმის შოლტი, რაზეც ვსაუბრობ და ეს არის ბედის მატრიცა, რომელიც ბიოლოგიური დაბადების მონაცემებით გაკეთდა. ანუ აქ ჩანს რეალურად სულმა რა ენერგიები წამოიღო და მოდი ასე ვთქვათ, რომ ნებისმიერი სტანდარტული სულს თუ მოაქვს, ასე ვთქვათ, რაღაცა ენერგიები, ამ სულმა რაღაცა იტვირთა ცოტა უფრო მეტი. იმიტომ რომ გადავიდა სხვა ენერგიებშიც. მოდი ვნახოთ ახლა რეალურად რა ხდებოდა ამ ადამიანის თავს წინა რეინკარნაციაში. ვინც არ იცის რა არის წინა რეინკარნაცია, ავხსნით ძალიან მოკლედ, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ იბადება, ადამიანის სული, უпростоრად არ იბადება დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ, ის გადის მრავალ ცხოვრებას, რომ დააგროვოს გამოცდილებები, იმიტომ რომ ამაღლდეს მისი ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, ვიბრაციულად გაიზარდოს და აი რომ გაიზრდება და მიაღწევს იმ რაღაცა ნიშნულს, სადაც უნდა მივიდეს, ზუსტად მაგას ვეძახი ხოლმე მე, ჩემთვის ესე აღიქმება ზუსტად სასუფეველი და სამოთხე. შემდეგ გადავა უკვე სხვა ცივილიზაციაში, მისი ენერგია დედამიწაზე აღარ მოვა. ეხლა კი ნახოთ რა ხდებოდა ამ ადამიანის თავს. ციფრებმა რო არ დაგაბნიონ,
ციფრება, რომელიც სულ 3 ციფრით ითვლება ემხელა რაღაც დაბადებისთვის და წლის ენერგიით. ბედის მატრიცაში საათი არ არის საჭირო. ახლა აი აქ შეხედეთ არკანებს და ნახოთ რა ხდებოდა ამ ადამიანის თავს. ნახეთ, სიუჟეტი არის ესეთი. ასე ვთქვათ, ბანალურად ნიშნულობებით ვინც ხსნის ბედის მატრიცას, ესე მარტივად იტყვის, რომ შენ იყავი, გეტყოდათ, რომ შენ იყავი მეომარი, რომელიც ძალიან მკაცრი იყო, სასტიკი იყო, ბევრ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ მესი არ ვხედავ ბედის მატრიცას, ესე ხისტად არ ვხედავ ბედის მატრიცას და გეტყვი. შეიძლება მართლაც იყავი მეომარი, რომელიც იყო ძალიან სასტიკი, ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ უღირდა, მისთვის თავარი იყო მიზანი და ძალიან ბევრ ადამიანს უზღუდავდა სიცოცხლეს. შეიძლება სულაც არ იყავი მეომარი, მაგრამ შენ ხელში იყო ეს ძალაუფლება, რომ გადაგეწყვიტა ადამიანის ბედი და ძალიან მარტივად სამწუხაროდ მათი თავისუფლების ან სიცოცხლის აღკვეცით ზღუდავდი ამ სიცოცხლებს. შეიძლება ასე ვთქვათ, მოდი შეფანტაზია გავზარდოთ და შეიძლება სულაც აი ისეთი სექტა ქონა ჩამოყალიბებული, არ ვიცი ხო რა ეპოქაში იყავი, სადაც აი ზუსტად ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ რაღაცა დიდი მიზნების გამო აკეთებდი სხვა შეწირვასაც. მოკლედ, ენერგია არის ის, რომ სიცოცხლე არაფრად არ გიღირდა, შენთვის ძალიან ადვილად უსწრაფებდი ადამიანებს პირდაპირ, ანუ შენი ხელის თუ შენი ბრძანებით თუ შენი ხელის მოწერით სიცოცხლე სხვა ადამიანებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევი ამბავი, რომ კარმის შოლტი აქვს ყველა ადამიანს განურჩეულად, გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს, ვინც კი იბადება დედამიწაზე. მე არ ვიცი რა ხდება სხვა ცივილიზაციებში, მაგრამ დედამიწაზე თუ კი ვინმე დაბადებულა და დაიბადება, აქვს ყველას და ეს არის ყველაზე ნეგატიური ენერგია. ამიტომ არ შეიძლება ამ ენერგიაზე რაღაცა ნეგატიურად განწყობა, უიმე შეშფოთება, საერთოდ ადამიანებს გვიყვარს, ხო, რომ გვაქებენ, ყველაფერს კარგს გვეუბნებიან, მაგრამ ეს არის კარმის შოლტი, მე ვთქვი, რომ მწარეა თქო, იმიტომ შეუცვალე სახე კუდისგან განსხვავებით და გვაქვს ყველას, მეც, შენც, ვისიც არის ეს ბედის მატრიცა და თქვენც, ვინც უყურებთ ამ ასე ვთქვათ, ამ ვიდეოს და საერთოდ გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს. გვაქვს ჩვენი ჩონჩხი კარადაში, ასე ვთქვათ. შევთანხმდეთ ამაზე და ამაში საგანგაშო და რაღაცა ტრაგიკული არაფერი არ არის. დიახ, ჩვენ სანამ დავიბადებოდით აქ, შეიძლება ვიყავით ერთდროულად რომელიღაც ცხოვრებაში მეძავით და მონაზონიც, მკვლელის და თავისუფლებისთვის მებრძოლის და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა განვითარებამდე რომ მივსულიყავით, გავიარეთ ყველა გზა. ამას შევეგუოთ და ამაში რაღაცა უი და საგანგაშო და უი მე ესე ამას არ ვიზამდი და რაღაცა ესეთი რაღაცები გამორიცხეთ. ასე ვთქვათ და არაფერი ამაში ისტერიული არ არის. ყველას განურჩევლად რაიმე მიზეზისა თუ გამონაკლისისა აბსოლუტურად ყველას გვაქვს კარმის შოლტი. ანუ მძიმე ენერგეტიკა, რის დასამუშავებლადაც მოვედით დედამიწაზე კიდევ ერთხელ, ხელმეორედ. ახლა მე მინდა გაჩვენოთ, გადავიდე იმ ბედის მატრიცაზე, რომელიც უკვე მის ასე ვთქვათ, აღმზრდელ ოჯახში არის და აქ დაჯდა ენერგიები 15, 5, სად არის 5 და 8. ეს არის 8. ვინც დაკურვებულია, არ იფიქროთ, რომ შეშალავდა 11 ენერგია წერია ბედის მატრიცაში. 11 ენერგია არის 8 და 8 ენერგია არის 11. ახლა კი ნახოთ, როგორმა ოჯახმა წაიყვანა, ნახე, ეს შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება, როგორმა ეგრეგორის მქონე ოჯახმა წაიყვანა ეს ბავშვი, ესეთი კარმიანი ბავშვი და ჩააშენა თავის ენერგეტიკაში. აი ხა მინდა ნახოთ მსგავსება და მე პარალელი გავავლოთ, რატო დაიბადა
ანუ დაბადებისას რატომ მოხდა ამ ბავშვის თავს ესეთი რაღაცები და ვიცოდეთ ერთი რაღაცა რომ კარმა ძალიან აი კარმის ბუმერანგი 7 წლამდე არის ძალიან აქტიური 12-მდე გრძელდება. აი ესეც ერთ-ერთი პასუხია რატო იღუპებიან ბავშვები, ავადობენ და რაღაცა ესეთი ის რო გვაქვს შეგრძნება უსამართლობის ღმერთთან. აქედან გამომდინარეა და აქ უსამართლობა არაფერ შუაში არ არის. აი ნახოთ ახლა რა ხდება აქ. აი აქ კი ჩანს ესეთი რაღაცა, რომ ამ ოჯახში სადაც შევიდა ხა მე მინდა სინთეზი გავაკეთო ამ ორი კარმის კუდის ხო ამ ოჯახში სადაც ეს შევიდა ამ ეგრეგორში წინ წამოიწია იმ ენერგიამ რომ ამ სულმა დაარღვია კანონი, აქაც დაარღვია, უსამართლოდ მოექცა თავის ან ოჯახს, ან გვარს, ან სოფელს, ან ქვეყანას, ან რაღაც რელიგიურ ინსტიტუტს და ასე შემდეგ. ძალიან უსამართლოდ მოექცა. შეიძლება ჩართული იყო შავმაგიაშიც, არ არის გამორიცხული აქედან, რომ შეიძლება ვიღაცა სიცოცხლეც მოუსწრაფა და ასე ვთქვათ კარმის კანონები დაარღვია. ნახე, როგორც ქვეყნის, ანუ კანონმდებლობა დაარღვია, ისე მორალური კანონებიც დაარღვია. ეხლა მე მინდა შევაჯამოთ ეს ენერგია, ასე ვთქვათ, შევაჯამოთ აი ამ ენერგიასთან ერთად. ანუ ამ სულმა ძალიან, იმიტომ რომ ოჯახი დაკარგა, მოდი ოჯახი დაკარგა, ხო, ამ ადამიანს არ დაუკარგია მაგალითად ქვეყანა სიტყვაზე თავის სოფელში სახლი, არა, ოჯახი დაკარგა. ამიტომ შემიძლია ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ეხებოდა ეს ამბავი ოჯახს, ოჯახის წევრებს, მოიქცა ძალიან ცუდად, უსამართლოდ, რა სიუჟეტი იყო, ესე დაწყლებით ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის წევრსაც მოუსწრაფა სიცოცხლე, იმიტომ რომ ოჯახის წევრმა ასე ვთქვათ უარი თქვა მასზე. ეს ტკივილი მიიღო. მისი სიცოცხლე უარყო ყველაზე ახლო ადამიანმა. ანუ წინა ცხოვრებაში ძალიან უახლოეს ადამიანს მოექცა არასწორად დაურღვია კარმის კანონი, მოუსწრაფა სიცოცხლე. ესეთი კარმის კუდი არის ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან. ამიტომ, აი ნახე, ამიტომ გათამაშდა მის ცხოვრებაში ეს სიუჟეტი, რომ მან განიცადა რა არის ეს ტკივილი. ეხლა მე მინდა ვთქვათ, არის ესეთი ძალიან გავრცელებული ფრაზა, ღმერთი დაგსჯის. ჩემო ძვირფასებო, ღმერთი არავის არ სჯის, უბრალოდ თქვენ ხო ვიცით ერთი რაღაცა, რომ სხვის ტყავში თუ არ შეხვედი, ვერ გაიგებ იმის ტკივილს. თუ არ განიცადე ვიღაცის ამბავი და შენ არ გაიარე ის გზა, შენ ვერ იგრძნობ ამ ყველაფერს. ისე როგორც ის. ამიტომ სამყარო ესეა მოწყობილი, რომ ჩვენ თავზე ვიგრძნობთ ის, რასაც ჩვენ ვაშავებდით, რომ უბრალოდ, ესე ვთქვათ, გამოვსწორდეთ, ვისწავლოთ, გავიგოთ, გავიაზროთ, უთანაგრძნოთ ემპათია გაგუჩნდეს, განვითარდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება ეს და არა იმიტომ, რომ ვინმე უნდა დაგუსაჯოს და ღმერთი ჟანდარმი არ არის. ძალიან ხშირად ვამბობ ამას. ახლა ალბათ ამ ადამიანისთვის გასაგები არის, რატომ მოხდა მის თავს ეს სიუჟეტი ამ ცხოვრებაში. ეს ერთი ნაწილი ამ განხილვისა. ახლა მე მინდა მას მივცე რჩევები უკვე როგორი ნიშნულოვანია კარმის კუდის შესახებ ინფორმაციის ცნობა, რადგან ეს არის ყველაზე მძიმე ენერგეტიკა, საიდანაც ადამიანს ეკაჩება. ანუ კრიზისულ სიტუაციებში ეს ენერგია, ასე ვთქვათ, გადაწონის ხოლმე. და ეს არის ენერგია, რომელიც სხვა ყველა სფეროს, ჯანმრთელობა იქნება სიყვარული, ფული, ნიჭი, ტალანტი, მშობლები, ურთიერთობა და ასე შემდეგ, აი გირივით კიდია და ეკაჩება დაბლა. ანუ ეს არის ის ენერგია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გყავდეს კონტროლში და თუ ამ ყველაფერს დადებითში გადაიყვან, ეს ძალიან კარგია და მაგარია.
ანუ წავიდა რჩევები ნათია შაისგან. დააფასეთ ადამიანის თავისუფლება. აკონტროლოთ თქვენი თავი, რომ არ აკონტროლოთ სხვები, არ შეზღუდოთ სხვების თავისუფლება და ეჭვიანობის თემას მიხედეთ. წინა ცხოვრებაში მინდა გითხრათ, რომ ჩანს აი ამ თქვენი მრისხანებით, ძალაუფლებით, სისასტიკით, მოდი ესე ვთქვათ, უკან შემოგიტრიალდათ და თქვენ შეიძლება ომშიც მოკვდით, შეიძლება დაძაბულობ სიტუაციაშიც გარდაიცვალეთ. ანუ აი ეს თვალის წინ წინ იყო რაღაცა მსგავსი და თქვენი გარდაცვალება ესე დადგა. რასაც სხვებს უკეთებდით, იგივე სიკვდილით გარდაიცვალეთ. ამისი თქმა მინდა. ამიტომ გექნებათ აუცილებლად ეჭვიანობის მომენტები, უნდობლობის მომენტები ადამიანებისადმი. ამაზე უნდა იმუშაოთ აუცილებლად. მით უმეტეს ეს განძაფრებდა იმას, რომ ანუ ნახეთ მშობელზე ახლობელი ხო არავინ არ არის, მშობელზე სანდო ხო არავინ არ არის და დაბადებისთანავე მშობლებიდან განცალკევება მოგიწიათ, თითქოს უარყოფა, ანუ ვიღსღა უნდა ენდოთ, ხო? ეს თქვენს არაცნობიერში ძალიან ღრმად იქნება ჩაბეჭდილი და ამაზე უნდა იმუშაოთ. ძალიან კარგია თუ თერაპიულად იმუშავებთ ამ ყველაფერზე. თქვენ გექნებათ, აი საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს, დამეთანხმება თვითონ და დამინჯერეთ თქვენ მაყურებლებო, უბრალოდ მომწერა რომ მინდა ბედის მატრიცის შედგენა, მომწერა თარიღები და მითხრა რომ არის განაშვილები, მითხრა რომ სადღაც 30 წლის ასაკში გაიგო ეს და რეალური თარიღები მანამდე არ იცოდა. ისტორიულად გექნებათ თქვენ გარდაცვალების შიში, როგორც საკუთარის, ისე ახლობელი ადამიანების. იმიტომ რომ ეს თემა გქონდა სამუშაოებელი. ამასაც თერაპიულად უნდა მიხედოთ და რეალურად მართლა არაფერი არ არის საშიში გარდაცვალებაში, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ერთი სახიდან მეორე სახეში გადანაცვლება, არა ჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს ხო? გარდაცვალება და არა სიკვდილი ქართველებს. ცხადია, მე ეს მაგალითად ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მეც ზოგჯერ მეშინი ახლობელი ადამიანების დაკარგვის, მაგრამ ვიაზრებ, რომ ეს უფრო არის საკუთარი თავისადმი შეცოდება, მე მის გარეშე როგორ ვიქნები, ვიდრე იმ ადამიანის შეცოდება, იმიტომ რომ არაფერი შესაძლოა იმ ადამიანს არ აქვს გარდაცვალებისას, არაფერი ცუდი მას არ მოსდის და არაფერი ამაში რაღაც ტრაგიკული და საგანგაშო არ არის. მეშინია, იმიტომ ეს გაზრებული მაქვს, რომ მე იმ ადამიანის გარეშე როგორ ვიქნები. ეს არის და ეს. ამ თემაზე იმუშავე აუცილებლად, აი ეს პანიკური შიში აუცილებლად გექნება სიკვდილთან შიშს წინააღმდეგო თერაპია. რაღაცა მიზნებისთვის, ნახე, როდესაც შენ მიზანი გაქვს, ძალიან მაინტერესებს თქვენი უკავშირი, ვის მატრიცასაც ვაკეთებ. როდესაც თქვენ რაიმე მიზანი გაქვს, აღიქვა ამ მიზანს, რომ უნდა იბრძოლა მისთვის. აი როგორც ბრძოლა, როგორც მეომარი რაღაცა აგრესია, ენერგიის გამოტყორცნა, ჩქარა უნდა მიიღო აუცილებლად, შფოთვის აწევა, წნევის აწევა, ქაოსი, აი ესე მიდიხარ მიზნამდე. არ არის ეს საჭირო, შეგიძლია უბრალოდ გეგმა გაწერო, ნაბიჯ ძალიან მშვიდად, ღრმა სუნთქვით, მონოტორული სუნთქვით, თანაბარი სუნთქვით, წახვიდე მიზნებისკენ და ამისთვის არ არის აუცილებელი, არაფერი არ გაქვს საბრძოლველი, არავინ არ ყავს გასანადგურებელი, არავინ არ გეღობება წინ, ანუ ნუსახავ ასეთ სიუჟეტებს, იმიტომ რომ ადამიანი რასაც წარმოიდგენს, ის უსრულდება და იმ სიუჟეტს ასე ვთქვათ, სარკესავით აირეკლავს და უბრუნდება რეალურ ცხოვრებაში და ძალიან დააფასი ადამიანის თავისუფლება. ეს შენ არ იცოდი წინა ცხოვრებაში რა იყო. არასოდეს არ წაგიცდეს ხელი იქნება ამის ცდუნება. რაღაცა მაგიისკენ მე მინდა კარგად ჩაუღრმავდი ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ცუდი არის მარტო ის თუ ვინმეს სიკვდილს სურვებ ან რაღაცა მსგავს და აი მაგალითად სასიყვარულო მაგია თუ კარგი არის, ესეც ჩვეულებრივ შავი მაგია და ძალიან კარგად გაერკვიე ამ საკითხებში, თუ ცხადია სურვილი გაგიჩნდა, იმიტომ რომ
ცხადია, ვინც ამას აკეთებს და გარწმუნებს, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივი შავი მაგია, ეს წითელ მაგიასაც რო ეძახიან და ამის ცნობა შეიძლება იყოს. პატივი ეცი ოჯახს, პატივი ეცი კანონებს, არასოდეს არ გადაუხვიო კანონებს. შეიძლება ძალიან სულებული და უბრალო კანონი იყოს, მაგრამ შენ არ დაარღვიო ეს. ეცადე რომ ძალიან კანონმორჩილი მოქალაქე იყო, ასე ვთქვათ. ყველაფერი ქონდეს, ესე ვთქვათ, მოწესრიგებული. საბუთი იქნება სამუშაო იქნება, ყველაფერი იყოს ძალიან კანონიერი. ეს შენთვის აუცილებელია შენი ენერგეტიკისთვის. აი ამ სიუჟეტს ნუ წარმოიდგენ, რომ ნებისმიერი რაღაცის მიღწევა არის ძნელი, ვიღაცას აჯობო, ვიღაცას უნდა გაუსწრო, ვიღაცა გასწიო, არ არის ესე ცხოვრება მოწყობილი და ნუ იქმნი ამ მცდარ ილუზიას. აი ეს ძირითადი რჩევები შენთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ესეთი ხარ. ეს არის ერთ-ერთი თვისება, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვს კრიზისული სიტუაცია. და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც ყველაზე მეტ მნიშვნელობას ვაძლევ, რომ კარმის კოდი გვაქვს ყველას გვაქვს მინუსი და ეს არის ჩონჩხი ჩვენს კარადაში, კარგ ადამიანებსაც, ცუდ ადამიანებსაც, ისე რა ადამიანებსაც გამონაკლისის გარეშე ყველას გვაქვს ეს რაღაც სიმძიმე, რაც მოგვაქვს. შემდეგ ვიდეოში მე მინდა განვიხილო შენი რესურსი, ამ ადამიანის რესურსი. მინდა განვიხილო როგორ გხედავდა ადამიანები 30 წლამდე და როგორ დაგინახავენ კიდე სხვები 30 წლის შემდეგ, რას მოიმატებს შენი ენერგია, როგორ ვიბრირებს და როგორ შეიცვლება, როგორ გხედავს ზოგადად ხო საზოგადოება. ყველა ადამიანს აქვს რაღაცა იმიჯი, ავატარი და რაღაცა კაფსულა, რაშიც ის მისი სული, რომელსაც კაფსულასაც საზოგადოება ასე თუ ისე აღიქვამენ, რომ ეს ადამიანი არის ასეთი. და შემდეგ ვიდეოში ასევე მინდა განვიხილო სინამდვილეში როგორ ახარ შინაგანად, რეალურად ვინც გიცნობს, ძალიან ახლოს ვინც გიცნობს, აი მისთვის როგორი ხარ. მინდა გითხრა რა უნდა აკეთო, როგორ გარემოში იყო, სად უნდა იყო, რა არის ის ენერგია, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს, საიდკენ უნდა მიისწრაფოდე და რა არის ის ცეცხლი, ის ნაპერწკალი, ის მინდა სურვილი, ის კეთილი ეგო მზე, შენი შინაგანი, რომელიც გაძლევს ასიცოცხლო ძალას და ენერგიას, შენი საწვავი, ასე ვთქვათ, დედამიწაზე ცხოვრობისთვის. შემდეგ ნაწილში აი ამაზე შემოგთავაზებთ ინფორმაციას. ძალიან მაინტერესებს შენი პირადად, ასე ვთქვათ, უკუკავშირი, შეგიძლია ვიდეოს ქვეშ დამიწერო, ან დამიკავშირდე და დამიწერო, როდესაც შენ ამას ნახავ, ვინც მოისმინა მათი უკუკავშირის ძალიან მაინტერესებს და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მალე დაივიწყებ მეორე ნაკადის მიღებას ბედის მატრიცის შემსწავლელ კურსთან დაკავშირებით და შეგიძლიათ როგორც მე დამიკავშირდეთ მსურველებმა, ასევე მიწეროთ ასტროლოგია G-ზე, იმიტომ რომ იქ ვკითხულობ ამ საოცარი ეზოთერული სწავლება ბედის მატრიცის შესახებ, მე ნათია შაი. ასე რომ გემშვიდობებით ყველას შემდეგ ვიდეომდე და ველოდებით თქვენს კომენტარებს.